1-2-3. იწყებთ. სეზონის ბოლო გადაცემა. და მოვიდა ახალი ენერგიით. ახალი ენერგიით. რა ენაღლება ჩვენ აქ ვიკლავთ შრომაში თავს და ის კი დადის. მართალია სამსახურეობრივ მივლინებებში, მაგრამ მაინც. არა. ვინ თქო სამსახურეობრივ? არა, სახელოვნებო ტურნე აქვს ხოლმე, ხან გამოფენა აქვს. აჰენში და ხან DJ არის ვროცლავში. არა, ეგეც შრომაა, ნიკო და თან არანაკლებ სტრესული. გაცილებით ნაკლებად სტრესულია, ხო, სტრესები ხოლმე იქ სამზადისი, აბა როგორ ჩაივლის გამოფენა, ვინ მოვა, არ მოვა. იცი ვინ სტრესება, ჯიმი? ჩვენი კოლეგა ჟურნალისტები, ზოგი ამ ოფისში ვინც არიან და ზოგი არ არიან, ვინც სასამართლოში დადიან ყოველ დღე და აქვთ საშინელი განცდა იმისა, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება არაფრიდან დაგატყდეს უბედურება. მაგალითად, როდესაც უცებ წარმოიქმნა ჯგლეთვა და შუაში მოყევი და ვიღაცა რაც ვიდეოზე მინახავს ჩემი თვალით და სხვების მოყოლილი ვიცი, გეჯაჯგურება შეიძლება რომ რაღაცა საპასუხოდ ხელი რომ მოუბრუნო 5 წლით ციხეში წახვიდე. რაც ეხლა რაც მე ვთქვი, არ არის ფანტასტიკა, არ არის რაღაცა იქნება მოხდეს, არამედ კადრები არის ეგეთი, რომ როდესაც გჯგლეთავენ მანდატურები, შენ ესე ხარო, შემთხვევით ესე რომ დაუბრუნო ხელი. ხონია რა, მანდატ უმუშევრად არ დარჩევი ნიკოში. მანდატური? ასე რომ ხო. როგორი მანდატური იქნებოდა? საშინელი. არ არის ჩემი საქმე მანდატური. ხო, უცბად ესე იგი შეიძლება ჯერ ჟურნალისტიდან იქცე უცბად მოწმის სტატუსი, მერე ეჭვმიტანილი, ბრალდებული. მუშაობს როგორ გართულდა ყველა ჟურნალისტის მუშაობა ყველა კუთხით. განსაკუთრებით ნებისმიერი ადამიანის, ვინც სასამართლოს აშუქებს, იმიტომ რომ აღარც ვიდეო გაქვს და უბრალოდ ყოველწად საფრთხეს საშაშია. საშაშია, ასე ვთქვი, მაგრამ ნუ ის არის რა. საშაშია. ნიკოლას სუდაში ვერ გამოთქვი რა. ვერ გამოთქვი, მაგრამ წარმოიდგინე ჯიმი რომ შენ ყავს გასაშვები, თქვა ქორიძეს კიდე არა უშოს, მაგრამ ნუ თქვა გული შეგტკივა ქორიძესა და გავში სასამართლოში სამუშაო და მე ზიხარ და არ გზნობ თავს კარგად, იმიტომ რომ შეიძლება ის მოვიდეს ან ჯარიმით და ან შეიძლება მოვიდეს და რაღაც შემაგინა იმან და რაღაც თითი მატაკა და მეც აუბრუნე ხელი და ეხა კარგად იყავ. თუ მოვიდა ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი არ არის, თუ მოვიდა. და ის ჩანახატების კეთება რო დააწყდა იმის მედიას რაღაც. აი კაია. კაია? ჩანახატები მომწონს, ვათვალე. არა, ხო იცი რა არის რაღაც ეგზოტიკა, რომანტიკა არის აი ახლა იმ ძველ გაზეთებში და ძველა დასავლეთის ნიუ-იორკ ტაიმსში და იმებში წყო არის ხოლმე რაღაც პროცესები სადაც დახურულია. ევროპულად არის ჩვენთანაც აწყობილი საქმე და იმიტომ ანუ ნიუ-იორკ ტაიმსში ცხატავენ და ჩვენთანაც ცხატავენ რა არის პრობლემა, რა გვიჭერს. ასევე მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ქორიძეს, ფოჩო. იცი რა არის? ვიცი მე და ჯიმი გავიარეთ. გავიარეთ. და რა გიხსნა რა არისო? აი უფრო სულელო. ხო, ბრიყვი. თქვა რომელი უფრო ცუდია, ტვინგერო გითხრა თუ ფოჩო? ის უფრო გამოშტერებულია ალბათ უფრო ეს. ბორო სულელია. იცი რა არის? ხანგა გიჟია. ლიგვალი? აუ ლიგვალი ახლა ესე პირდაპირ ვერ იმას აი როგორ გითხრა. რა გითხრა? ბონჯო? როგორ? ბონჯო? ბონჯორნო? მობორუე. ხო არა. სინონიმები ვნახე, ანუ შევედი Google-ში და ამოვწერე, ვინც არის ეს რაზეა ლაპარაკი, გუშინ 5 დღით პატიმრობა მიუსაჯეს ადამიანს, იმიტომ რომ Facebook-ზე დააკომენტარა, როგორც თვითონ ყვება, არ ვიცი იმად ნაცნობობას არის 14 წლის ნაცნობს, რომელიც ეხლა 14 წლის კი არ არის ნაცნობი, 14 წლის სამსახურშია ის, რომელიც სამსახურში. სახელმწიფო სამსახურში არის ბატო, ფოჩო და ტვინგე უწოდა, რომელიც ნებისმიერად ითარგმნება როგორც ჩურჩუტი, სულელი. ბატიც? ბატი როგორ არის? ღორღონჯი? აი მეგონი ბატი ეწერა. და ტვინგეც როგორც უწოდეს. ბატი ღორღონჯია მეგრულად, ხო. ანუ მაგაში შეესწამოთები არ ვიცი, მაგრამ. როგორ კარგად ღორღონჯი? ღორღონჯი კაია. ღორღონჯი ესე უნდა თქვა, არ ჩამითვალოთ მეგრელების დაცინოთ, უბრალოდ ვცდილობ ხოლმე. ხო და რას ვამბობ? კარგი ამბავი, კი არა და საინტერესო ყველა ახსნიდი რაღაც. ხო, ანუ ამბავი არის ეგ, რომელიც ჯერ ვუსტაკ ძლად დავიწყო, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენი მეგობარი არის ერთი შორიდან, ხო? მოსკოვიდან იყო 2008 წელს 8 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდა დევნილია ისე და მე ომის მერე თქვა რომ არ ჩამოვიდა, მაგრამ ისეთია ბევრი რუსულად ლაპარაკობდა, იქ საქმე ქონდა აწყობილი, ბევრი მეგობარი ყავს და ერთხელ რაღაც სვამდი თულს და ესე მიზერი წარმოგიდგენია, ოიქო ტიპი დაიჭირესო, თეთრი ფურცელი ეჭირა ხელშიო თუ რაღაც ამ 5 თუ 6 წლის წინ. მე ისე ვიყავ რომ მეთქი ხო მეთქი, რუსეთი ეგრე შვებია ნაბარა და
როგორც მივხვდი, არც ეგრე არ იყო საქმე, იმ წუთას ხედებოდა ეგ, როდესაც მაგის გამო იჭერდნენ და თვითონაც კი ანუ რუსეთი რო გვეგონა რომ რაღაცა სულ სხვა არის, მისთვის აღმაშფოთებელი იყო რომ მოიცაკა თუ ეს რა ხდება. არ ვიცი ხა რა კომენტარი არ არის ჩემი საქმე და არც ვაკეთებ და არაფერს, მაგრამ უბრალოდ თვითონ ფაქტი რომ ადამიანმა მეორე სულელი დაუწერა კომენტარში და 5 დღით უნდა იჯდეს ამის გამო ციხეში. რანაირი ხო, არა, ხო წარმოუდგენელი ამბავი არის. წარმოუდგენელი ამბავი არის. აი, ომამდელ რუსეთში 2022 წლამდელ რუსეთში, ხო? ბევრად უფრო ლიბერალური კანონმდებლობა იყო, ვიდრე ჩვენთან არის ახლა. უყურე ერთადერთი პლუსი ის პლუსი რაც დღევანდელ იმას აქვს ჩვენთან სიტუაციას და ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება ომამდელ რუსეთთან არის ის რომ აი თვითონ სასჯელების მოცულობა ხშირ შემთხვევაში ყველა შემთხვევაში არ არის დიდი და სასჯელის მოხდის პირობები არ არის ისეთი საშინელი როგორიც იქ თორე ის რომ აი ესე რაღაც სტატუსის გამო გიჭერენ ციხეში გიშვებენ მცირე დროით, დიდი დროით არა, მაგრამ მაინც ციხეში გიშვებენ. ეს არ ხდებოდა 2022 წლამდე იქაც კი. ხო, ასე რომ ცუდი სიტუაცია გვაქვს. ერთადერთი ახლა რაც ჩელიაბინსკისგან გვაშორებს ჩვენ, არის ეს სასჯელის მოხდის პირობები და ვადები. იქ უკვე ის არის ხშირ შემთხვევაში აი სტალინური ვადები არის, რომ მაგიდას რო ჩაამტრევს, რო იტყვია 15 წელი, 18 წელი, 25 წელი, თორე ისე აქაც არის ახლა ისეთი უმნიშვნელო დანაშაულის გამო წლები აქაც არის. აი ხო გეუბნები, არ ვიცი, რაღაც დრო დაჭირდება ალბათ აი გამკაცრებას და ამ იმას, რომ მოკლედ ციხეში რომ მიდის ადამიანი იყოს უბრალოდ ვადების და სივრცის შეზღუდვის გარდა უფრო სხვა ისა მტკივნეული მომენტები გქონდეს. ისეთი პირობები იყოს. არ ვიცი, ალბათ შეიძლება აქამდეც მივიდეს სისტემა. ყოველ შემთხვევაში რა ისიც არის მოძრაობაც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქამდეც მივლენ. ახლა რომ დაუბრუნდეთ ეს ფოჩო. ახლა ესეთი გავრცელებული იმაში, ახლა სად რა წრეშიც ჩემს მეგრულ ბაბლში ამ სიტყვას ხშირად არ ახსენებდნენ, ძირითადად იქ ბორო იყო, მაგრამ მეზობელი შეურაცხყოფელი არის, ანუ ვიღაცამ თქვა ახლობელმა რო დაგიძახოს, ცოტა გეხმარება. ახლა კომპლიმენტი არ არის. ხო. ხელს ვერ გიშლით. რა საინტერესო ნახე, რამე ანუ რაღაცა მოსყვებოდა ადამიანი ჩართული იყო და ხო და უყურე ისა ხო კომპლიმენტი არ არის, მაგრამ აი მეზობელად კაცი ცხოვრობდა, რომელიც ტყვარჩელში მუშაობდა და წასული იყო სოფლიდან, მაგრამ პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე. იქ სამეგრელოში ზედმეტ სახელები იციან, ხო ერთი სახელი არავის აქვია და ერთ-ერთი სახელი იყო ფოჩო, რომელსაც ესე იგი მე ხო ისე გავიზარდე, რომ მეგონა მისი ნამდვილი სახელი იყო. ისეთ შინაურები ბუძახოდნენ, მაგრამ ის თვითონ ამაზე არ რეაგირებდა ესე მწვავედ. ანუ თლათ ესეთი როგორც თქვა რა ვიღაცამ რომ დამიძახოს შენ ტუტუცო შენ ანუ ტუტუც კარგ მხრივ არავინ არ ამბობს, მაგრამ ნუ მეორე მხრივ არც ის არ არის რაღაც ღამე ძილი არ გამიტყდება რომ ეს რამე მეგრულშიც ბევრად მეტი უფრო მძიმე და შეურაცხმყოფელი სიტყვები არის. ტინგალი უფრო შეურაცხყოფელია. ხო, ტინგალი უფრო არის ახლა, ხო. უტვინოს ნიშნავს თუ კიდე რაღაც? ხო, ნუ რაღაც ეგეთი აი გამოშტერებული და რაღაც აი გამოშტერებული. გამოშტერებული არ არის ახლა ეგეთი ცოტა. არა, სასიამოვნო შეიძლება არ იყოს, მაგრამ ახლა უყურე როგორია აქ ხო ეს ყოფილი მეგობრები არიან და ყოფილ მეგობრებს შორის ურთიერთობები როცა გაფუჭდება, ხო? რაღაც ის პატიება უფრო ძნელია და საჯარო სამსახურში როცა მუშაობ. ეგ უკვე და აა და პირიქით მოატრია, პირიქით დღევანდელი კანონმდებლობა პირიქით მოატრიალა. ანუ მე რო ნიკოს დაუძახო ტვინგალი და ფოჩო, ხო? ნიკოს მე თქვის შენ ტვინგალი და შენ ფოჩო და ამით დამთავრდება. ბოროს გეტყვი მე. თავიდან ხო, ბორო. თავიდან ვიფიქრე ფუჩუ ხო არ უთხრანი და რაღაცა და ეს უფრო ის იყო ახლა საჯარო სივრცეში და არ ყოფილა ეგ. მე ხო ვიღარ ხანგა. ხო, მე ვიღარ ხანგა. შენ რომ ნახე რაღაცა ის კი არის თედო სახოკიასკან არის ახსნილი. აუ თედო სახოკიას იმაში კაზმულ სიტყვებში და ეს მოუკრეფავში ვახუშტი კოტეტიშვილმა რო გამოსცა იქ არის მეგრულის კაბრეზული გამონათქვამები ისეთები რომ კაბრეზული არ არის, მაგრამ აქ აქვს რომ ვეძებდი, ვნახე და თედო სახოკიასთან არის, ასევე ვეცდები რომ სწორად წავიკითხო, მეგრული არ მოგივადია, მაგრამ ხანგა ოსურ გვართ ქიმინო და ქიყანას ქიშიოტყვინო. ხო, ესე იგი
სულელმა ქალმაო არც გააკეთაო და ქვეყანასაც მოდოო არც ხნა და ქვეყანას კი გააგებინაო ესე არის ნაცარგუნი რაც შემი აზრით კარგი ანდაზა არის ხო კარგი ანდაზაა სექსისტური იმიტომ რომ კაცებსაც შეიძლება რომ იგივე ვთქვათ რომ სულელმა კაცმა არც გააკეთა რაღაცა და ყველამ კი გაიგო რომ გააკეთაო გასაგებია ალბათ კაცი არ იყო აქტუალური მაშინ ალბათ უფრო იმაზეა ლაპარაკი კიდია რამეები ნიკო რამე იცი რა ნუ ჩავყევი რატო გასწავლდი მეგრულს ხო და რას გეუბნები თან ესეთი მეგრული ენა ხო არის აი რაღაც ისა აქვს ენერგეტიკას ატარებს ენა მეგრულში ეს გინებები ეს კაბრეზულის რა ესეთი მძაფრი არ არის აი საწყენია როგორ გითხრა ესე საწყენი ეს სიტყვები არ არის აი ეგეთი რაღაც აი ქართულში რო ვიღაცას უთხრა შედედონ რაღაცა აი მეგრულში ჩვეულებრივი ამბია სიდი და ხოდი კონტექსტზეა დამოკიდებული იმიტომ რომ პაპა ჩემის მოგონებებში ეს რაღაცა უწერია რომ იქო ერთ ჩემი ახლობელი ჯარში და რუსულათო ყველა ერთმანეთს რაღაცებს ეუბნებოდნენ და არაფერი გაზდიოდათო და ესო ქართველი იყო მე იატოი мама ესო რაღაცას და იმაზე ცემეს კინაღა მონ გააჩნია როგორ და რანაირად იტყვი. უყურე, იოპტის რო ამბობს, იგი რაღაც სიტყვის მასალა არის, რაღაც ის არის, ხო, მეტყველების ნაწილაკი არის და იატვოი მამუ და რაღაცა ეს უკვე მუხარასა გავს, გაიგე? ანუ ქმედება, აი ხედავ როგორ მოქმედებს ტიპი. ირკოჩიში არდგური, კოჩი ბორორე. ხო, ეს ყველას ერთგული კაციო, სულელი არისო. ძალიან საკამათო ანდაზა არის, მაგრამ ნიცი რა არის ყველას ერთგული კაცი ძნელი დასაჯერებელია, გაიგე რომ ყველასი ცუდია, ხო, ყველა დასაჯერებელიო არ იყო სულელია უპირებო. ხო და ეგრეც არის, ყველასი როგორ იქნება, აი ცუდი ყველა ამ ყველაში არის 1000-ნაირი, 1000 რაღაცაზე გადამხდარი ხალხი და იმათი ერთგული ვერ იქნები, ნიკო. ანუ კაი კაცის და ცუდი კაცის ერთგული როგორ იქნები? მაშინ მართლა სულელი ყოფილხარ. კარგად აპრავებ. გასაკვირველია. შემდეგი შეკითხვა, იცი ამას რა ქვია ქორი? ბუშმალა. როგორ ამბობ? ბუშმალა. ანუ დასაცინათ არ მithქვამს ბუშმალა, არ ვიცი. მუშმალა ვიცოდი, მე ან მურშმალა, მაგრამ მე ვნახე და მუშმულა ყოფილა, მე მგონი იაპონური ზღმარტლი. ხო, იცი რა არის? ვინ მოიტანა? შენ ხილი მიირთვი მე ბაღეს რას კითხულობ, ნიკო, როგორ არის მეგრულად, ანუ? დაცინვა გამომივა თორე რაღაცას მივამსგავსებდი. უბრალოდ თანამედროვე კლიმატში აღარ არის მისასალმებელი რომ იმ ენაზე ვითომ ილაპარაკო რომელიც არ არის შენი ენა, გინდა მეგრული იყოს ზმარტლი როგორ არის მეგრულად? აბა დაგუგლე, აბა თუ სმარტლი. როგორ გეკადრებ? აბა სმარტურო. არა, საერთოდ არ გავს. უფრო იაპონურს გავს. თქვენ გაგზავნეთ? მე ესე მახსოვს ბაცუ. არის აბა ეგ ლაპარაკი მე მას გადავაფურთხე ფარმინდა რომ ისახვნო. ხო, აი სად შეცდი. აი სად შევსდი. მუშმალა არის ძირითადად კურკებით ცნობილი და განთქმული. იცი რა არის ნიკო? აი საჭირო არის. მუშმალა მე ძალიან მიყვარს და აი ჩვენს ძალიან შევსდი, ანუ წირო დევს მგონია რომ უნდა ვჭამა. ჩვენს ძალიან ახლობლებს ნათესავებს აქვთ გადასარევი მუშმალის ხე. აი დიდი მსხვილი ნაყოფები და კაცო მოჭყნე მწიფე როგორი არის, იცი? ეს აი მწიფე აქ რომელია? კარგი მწიფეები არის, მაგრამ აი რომ მოჭყნება, ცოტა აი მერი არის, მაგრამ კურკების რაოდენობა არის. აი აქ არის საჭიროა ეს ისა. პირიქით იმზეს უმზირაა. ნუ სწორი რო თქვი მე რა გაარკვიე სმარტლი როგორაა მეგრულად? ვერ ნახე. ბაცუ. დავიწყდა იქ. იცი რა ზოგი ხილი არის რომელიც ხიდან თუ ჭამე კარგია და ისე მაინც აზრი არ აქვს. ჩემთვის ეგეთი პირველი არის თუთა. რომ ბავშვობაში ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს რომ ჩვენთან ეზოში იყო რაც სახურავზე ავდიოდით თუთას ვკრებდით, ხეზეც ავსულ ვარ რაღაცა და მე ისე რომ ესე რომ ჭამ არა ცუდი არ არის, მაგრამ ხელი გესვრება არ ვიცი, არა ვარ მე ესე. თუთის ჭია არა ვარ. აბრეშუმის ჭია არა ვარ. ხო, იცი რა არის ახლა ამას წინათ ლაგოდეხში რო ვიყავი. მაყვალი. ამას წინათ ლაგოდეხში რო ვიყავი. ჩვენ აღარა გვაქვს თუთის ხე და აღარც მეზობლებს და რო დავაკვირდი. აი 10 თქმის აღარავის აქვს და ადრე როგორ იყო, იცი? ყველას ქონდა ეს, ყველას ერგო და
ყველა სახლის წინ აი ესე ჩამწკრივებული იყო. აი ეს ყველა სახლის წინ, იმიტომ რომ მოყავდათ ეს ის აბრეშუმის ჭია. მაგიტო იყო, ანუ ჩვენ ქონდა ჩვენი არ იყო, მაგრამ ქვიშხეთში სადაც ვისვენებდით ხოლმე რამდენიმე წლის განმავლობაში, იქ სახლის ეზოში იდგა დიდი ლამაზი თუთის ხე, რომელიც მე რო ხვდები რომ თუ ჭია არ მოყავს ან რაღაცა შარი ან რო გამოდიხარ, ქვევით ვერ დაჯდები, იმიტომ რომ ფეხსაცმელები რაღაც სხვა შეიძლება რომ ამოვიდეს იქ. არა ვარ თუთის ჰეითერი არა ვარ, მაგრამ არც დიდი გონია რომ ჩემი ეზო რო იყოს თუთას იქ არ დავრგავდი რაღაცა უფრო სხვას. ხო, ვიღაცა ამბობდა აი იმას კაც რა უთხარიო, ვინც ქალაქშიო პირველად თუთა დარგო. ქალაქში დისკომფორტია თუთა ძალიან, ხო? იცი რა არის მე ჩემი სახლთან გვერდზე სკვერი რო არის, იქ ნუ ესეთი ის არის არ ვიცი რა ლოგიკით დარგული ხეები არის, ძირითადად წიწვოვანი ხეები არის, რომელიც ჭდილს არ იკეთებს და ნუ სკვერში ახლა ხე გინდა, ჭდილი გინდა და მაგრამ არის რამოდენიმე თუთის ხე და აი ვაკვირდები რომ ესე იგი ქალაქში ეს მსხმოიარე ეს ნაყოფიანი ხილის ხეები არის ბევრისთვის დიდი სიხარულის წყარო და ბევრისთვის ალბათ რა ვიცი რაღაც ვიტამინების და აი არ მახსენდება შემთხვევა ამ თუთა როცა მწიფობს და ისხავს ხო აი მე უტრიალებს დილი უთენიიდან ვიღაცა ზედადის ვიღაცა ქვემოთ არის მოიტანენ გაშლიან ბერტყავენ რაღაცა და აქვს რაღაც მუღამი ანუ მეც ხო ეგრე გავიზარდებ რომ ჩვენთან აქ ერაზე გარაჟების სახურავზე რო აძვრებოდის თუთის ხე იყო ჩაისახლის გვერდზე და იქ ერთი დაცვა იყო რომელიც გვეჩხუბებოდა ხოლმე მაგრამ ნუ როცა არ იყო ავდიოდით დავრბოდით და მე დიდ წვნიან თუთას რო იპოვი ის არის დიდი ბედნიერებაა აქვე დასაწყისში არ ვიხსენები უბრალოდ ქორიძე მახსენა მაგრამ შემდეგ აღარ ავხსენით ეგად ვინც შუამდე გვიყურებს ხოლმე რო იცოდეთ რომ ბოლომდე ვინც არ დარჩება შემდეგი ორი კვირა ეს გადაცემა არ გავა ეთერში მეგობრებო არ გავა ეთერში შემდეგი ორი კვირის განმავლობაში იმიტომ რომ შვებულება გვაქვს დავამთხვიეთ მე და ჯიმი და ამჯერად გადავწყვიტეთ რომ ხანდახან ისე იყო რომ ან ჯიმია შვებულებაში ან მე ვარ და ეხა კაი შვებულებაში კი ვარ მაგრამ მოვალ დავჯდები 1 საათი რაღაცა განკითხვა გავაკეთოთ და მე ვფიქრობ თუ შვებულება იყოს რა მეც მოწეს გავდივარ ჩვენს შვებულება ყოველ კვირაში ერთხელ ახარ გასული ბიჭო ნუ ურევ რა შვებულებას და სამსახურეობრივ მივლინებას და ან საერთოდ შემოქმედებით მივლინებას ანუ ხო შეიძლება ის იყოს უტრეხტში კონდეს ჰეპენინგი ან შენ არ გჭირდება ეს აღმაფრენისთვის და იმისთვის გარემო შეცვლა მაგრამ აი როდესაც კაცი სერიოზულად ვალიადოლიში არის ფესტივალი ვალიადოლიდი რა ვქნა კიდე რომელიც ქალაქი რომელიც არ ვიცი ფეხბურთს რო უყურებ და მეცოდინებოდა რაღაც რენდომ ქალაქები კაი თამაში იყო გუშინ. აი მე არ იყო კაი თამაში. მე ეგეთი თამაშები არ ვარ. დაიწყო თუ არა და 2-0-ს იგებდა ეს PSG რეალს უგებდა და ავდექი და გადავრთე და უყურე ის 20 არა ჩოგურთი ჯოკოვიჩი ისე ნახევარ ფინალში. სინერს ხვდება მე მგონი და არ ვიცი რას ის. ხო და რას გეუბნები? გადავრთე იმაზე 20 წლამდე ჩვენი ნაკრები ეთამაშებოდა იტალიის ნაკრებს და ჭირდებოდა ასე იგი ბონუს ქულით გამარჯვება, ანუ რამოდენიმე ლელო 3 ალბათ, ხო და კაცი გაგვიგდეს და 14 ვეთამაშებოდი 15-ს, მაგრამ აი რაც რაგბიში არის ძალიან დიდი უპირატესობა, კაცი რო გაკლია ხო და აი ისე მოახერხეს, ისე მაგრად ითამაშეს, რომ უგებდით ისა ბოლო წუთზე. მაგრამ იმის გამო რომ ბონუს ქულა გჭირდებოდა არ დავამთავრეთ თამაში შეუტიეთ და წამოიღეს მე იმათმა ეს გაათანაბრეთ თორე შევდი კაც ისედაც ისახარ ფოჩო თუ ტვინგალი და დუთხოტორო წყლტუ და ჩემი ერთობა და მაგ სიტუაცია წყლტუ არის მე მგონი უთმო ხო და ისა წერები ფაჩუნიერი ხო იმაშია რა რაღაც სახარებაში თუ სადღაც მინდა წერილში ალბათ არა ნუ ყოველთვის იგავია. ხო, მოკლედ რაღაც ძველი მაშია. იგავია და ვის სად მნიშვნელოვანი იგავია, რომელიც ეს ყველა უნდა ვიცოდეს და არ ვიცი. იმას ვიზამ, ჯერ დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ კომენტარებსაც ჩავხედავ, რომ გზადაგზა ის კონდეს. დღეს რახან სეზონის ბოლო გადაცემაა, როგორც ქორიძე მონათლა. სანამ კომენტარებს ჩახედავ, ზოგადად თქვენი აზრით როგორ შეაფასებთ ამ სეზონს ეროვნულს? ამ სეზონს? ზაფხული და ზაფხულამდე როგორი გქონდა? გაიზარდა მაყურებელთა რიცხვი დაპატარავდა ხარისხი აწიეთ და შენ ახარ მარკეტოლოგი და ეგ რატო შემომხედე? ყველა თვალიდან რო შეხედოთ, ჯიმი და ნიკო სხვანაირი იყო ამ ერთ წელს განმავლობაში.
იცი რა, 1 წლის განმავლობაში არა, ჩვენ თუ შევხედავთ უფრო ფართო კუთხით, გამოვა რომ თავიდან როცა დავიწყეთ ამ განათლების კეთება და ვიდრე თვითონ ამ ოფისშიც გადმოვიდოდით, მაინც რას ვაკეთებდით, კაფის განსაზღვრული არ ქონია. თავიდან ის 15 წუთიანი ვიდეოები, რომელიც დროდადრო ვცდილობდით ხოლმე რომ ფორმატი შეგვეცვალა კი არა, რაღაცა მიგვეცა, რომ რაღაც თემა ავიღეთ, შემდეგ განვიკითხეთ, იმიტომ რომ თავიდან განკითხვის დღე ქვია, მაგრამ არ მგონია რომ რომელიმე ჩვენგანი პოზიციონირებდეთ საკუთარ თავს თითქოს უფრო შეიძლებოდა, მაგრამ რაც ავართ ეგ ავართ. ამასობაში როგორც ჩვენმა მაყურებელმა რომელსაც ხანდახან ბუბის ვეძახით ხოლმე ბუშტუკის ბინადარს, იმიტომ რომ ის ჩვენი ის კონდეს, inside joke-ები კონდეს, მიგვანიშნა რომ რა დროს და როგორ უყურებენ ხოლმე. ანუ არ არის რომ დაждები YouTube-ზე და უყურებ, ჩართული გაქვს, შეიძლება ჭურჭელი გარიცხო, შეიძლება ძილის წინ გვისმენდე და ჩაყვეს მერე და განსაკუთრებით კარგი სიზმრები ნახო. ამ ხრივ ნახვების რაოდენობა ხანისეა ხანესე, მაგრამ იცი რა, ხშირად მოდიან ხოლმე ძირითადად უფრო ჩემთან, იმიტომ რომ ჯიმი ხალხში არ გამოდის თბილისში, მხოლოდ არც იგავდივარ ხალხში. რუსთავის ბირჟაზეც ნაკლებად ამაგრებ ხოლმე და რაც ძალიან მიხარია ხოლმე, რომ ხშირად გავსულ ვარ სადღაცა ახალგაზრდულ ადგილას ლუდის დასალევად და მოდიან მეუბნებიან, ჯიმის მოიკითხე როგორ არის, ძალიან გვიყვარს შემსგავსები, მაგრამ ჯიმის უსხვა ვეუბნები, ბაზარი არ არის, ეგრე არის. და ეგ არის ხოლმე ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ მე გადმოვცემ ხოლმე ჯიმის და იმას არ ჯერა. ვეუბნები ერთხელ გამოყვევე, წინაზე როგორც თქვი. ქორიძე მოკიდებს ხელზე, საუკეთესო ადგილებში წაგიყვანს, სადაც არის, კაი ხალხთან ერთად მოძრაობს ხოლმე. ხანახან შეიძლება სადაც ბარში შევიდე, მაგრამ მეთქი რაღაც თხელი გულაობა, როგორც თანამედროვე ახალგაზრდები იტყვიან ხოლმე და მე დავინახავ ამას და კაი ქრო არის ხოლმე რა, მე დადგებ ცოტა ხანი იმეგობრებ და არა უშავს უკვე. ასე რომ ეს არის ჩვენი შეჯამება. თავიდან მეც ამას წინათ რომ სკროლავდი, ხო, რაღაც პერიოდში იყო ესეთი სერიოზულად აი რომ გესიამოვნება ისე ნახვების სტატისტიკა, ხო, აი 10 15 კილო, რაღაცეები 20-იც იყო. ცოტა ისიც, ცოტა ბოლო დროს რაღაც თქვა ზაფხულის ბრალიანი იყო. ხო, ნუ მოკლედ ეს სტატისტიკებში არა ვართ ცუდად, მაგრამ უკეთესად რო ვიყოთ, არ იქნებოდა ცუდი კიდე. დღეს სხვა მიყვარს რა ვუყო? გაზაფხულის ბრალია. ხო. სადაპირებს დასვენებას მაშინ. სადაპირებ დასვენებას არარელევანტური კითხვა არის ჩემთვის, იმიტომ რომ ხო, კარგად შემოხვედი. რას აპირებ და შვებულებაში რაღაც გეგმები მაქვს, რაღაც უნდა წავიკითხო, რაღაც უნდა კიდევ უნდა წაიკითხო შვებულებაში. ახლა რაც მე როცა შვებულებაში არა ვარ, ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, რაც დიდად მე არ მომწონს, მაგრამ რაღაცისთვის საჭიროა. და როცა შვებულებაში ვარ, რას შვებულებაში ისეთი რაღაცები აკეთო, რასაც ჩვეულებრივ დღეებში თვიწლის ჩვეულებრივ დღეებში არ აკეთებ. ჩემი იდეალური შვებულება არის, რომელიც არ მექნება, ანუ ეხლა შვებულებაში რო გავდივარ, უნდა ვიმუშავო, იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს. ხო, ამას ვამბობ მე. მაგრამ კაი შვებულება არის, რომ რაღაცა რო ხარ, ესე რო ხარ. კი, არაფერი რო არ ხარ. კითხვაც ასწორებს, თუმცა ეხლა ვაქრე წიგს წავიკითხე და ეს Kindle-ში ვკითხულობ, მაგითო დავიჭირე ესე, მაგრამ იცი რა მენატრება, უბრალოდ ეგ დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება არასდროს, მაგრამ დიდხნიანი შვებულებები რო იყო, 3-4 კვირა. ბავშვობაში რო თვენახევარი რო სადღაცა უნდა წასულიყავ, ჯერ მშობლები როგორ სამსახურიც ხო გააქვთ თუ რაღაც, ქვიშხეთი რო ვახსენე, ქვიშხეთი შეიძლება დიდხანს ყოფილიყავით. ორთვიანი შვებულები, ორთვიანი. აგიგაც. არ დადაგე. აფიცერსკი შვებულებები იყო, რაღაც 45 დღით მიდიოდნენ და თან იმას ჩათლახობდნენ ესე. რუსეთი ხო დიდია, საბჭოთა კავშირი დიდი არის და ამ შვებულებაში არ შედიოდა გზა. და თითქოს რაღაც იმით მიდიოდნენ მატარებლი თუ რაღაც და მაგ დღეებსაც იპარავდნენ, გადაფრინდებიან რაღაცას და დაიმატებ რაღაც ისა 3-4 დღეს იქით, 3-4 დღეს აქეთ. ის აღარ არსებობს ხო ის პონტი. ორი ოჯახი რო ყავდა ადამიანს სხვადასხვა ქალაქებში და ერთმანეთს შესახებ რო არ იცოდნენ. ანუ ხო ის იყო რომ ეხლა მივლინებაში მივდივარ, წავედი სამსახურში თუ რაღაცა და სამი თვე ჩადიხარ, ის გამარჯობა ძვირფასო მე მოვედი, იქ რაც ბავშვები დადიან, ფაფას ჭამენ. იქ მე ეკეუბნები რომ მე მივლინებაში მივდივარ და მეორე ქალაქში გადაფრინდები და იქ სხვა რაც ეხლა ძალიან ხშირი და რაღაცა არ იყო, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავი იყო რა, ბევრს ყავდა ეგ. ჩელიაბინსკში ჩავიდო და დააკაკუნო და ვა, გივი პრიეხალ და პაპა პრიეხალ. იო.
ეხლა ქვეყანა დაანგრია. ლისი კითხულობს სუპერ რენდომ, მაგრამ მუხროვანი სამხედრო აჯანყებაზე 2009 წელი მოგვიყვეს რა ჯიმიმ ცოტა, ანუ ხაზგასმით იყო რა ჯიმიმ და ახლა ესე მომზადებული არ ვარ, მაგრამ რა მახსოვს რომ ეს აგვისტოს ომის ამბები იყო, დამთავრებული იყო. თუ არა გაქრამე ესეთი ხო არა და ეს ხო თქვი და თუ არა ხო ესე მახსოვს. ლისი არ არის შენი უფროსი. ხო არა ხო მოკლედ ეს ჯარში უკმაყოფილება იყო, რაღაც დაუმორჩილებლობის ამბავი იყო. ისე რა არის, იცი ახლა რომ დაგუგლო მაგაზე მახსოვს მე, ბევრი გამოძიებები არის და რეპორტაჟებიც არის, ტექსტათაც და ვიდეოთაც. ხო ესეთი პონტი იყო რაღაც, რომ დაუმორჩილებლობის ამბავი იყო. ბრალდებებიდან, სასამართლო პროცესებიდან მახსოვს რომ ნატოსთან წვრთნების ჩაშლა უნდა და ის რაღაც აღლუმიც იყო სიტყვაზე. მოდი მოვამზადეთ ხო და მოღონდ ბრალდება უფრო მეტი იყო, რომ აი სახელმწიფო გადატრიალება და რაღაც ეგეთი. ეს ის მახსოვს. ხო და ახლა მე პერსონალურად მე არ მიმუშავია სიტყვაზე. ჩვენ საიტზეც არის სასამართლოდან რეპორტაჟები იქნება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ არ იყოს. ხო, მაგრამ ესეთი. ახლა რომ ის არის სიტყვაზე სროკები, მოთხოვნები შეიძლება იყო დამძიმება და რაღაცა, მაგრამ აქ ხელა სროკები არ ყოფილა მაშინაც. ასე რომ თუ ჩემ ძველ იმას უნარჩვევებს გავიხსენებთ, ამ დროს პასუხი არის ხოლმე ასევე რომ very good question, we'll get back to you. ხო, მესმის, რომ შეიძლება. არა, მოგიტო წავიკითხე რომ მეთქი თუ რამე ისა გაქვს. ხო, არაფერი. თეატარ იხსენებს რომ წინაზე ჩაბარებაზე და რაცაზე ვლაპარაკობდით. ჩაბარება ჩაწყობაზე გამახსოვდა, დედაჩემიო მიყვებოდაო 3 წელი აბარებდაო სამედიცინოზეო და ვერ ჩააბარავ, იმიტომ რომ დედამისი ეუბნებოდა რომ შენი twin უნდა ჩააბარო აუცილებლად და მერე ჩუმათო საინჟინროზე შეიტანა საბუთები და ასე გაწყდა ჩვენ ოჯახში ექიმების დინასტია. ხო, აი ესე იგი, გარდა იმისა რომ იყო სერიოზული კონკურენცია, ანუ მისაღები ადგილები იყო ცოტა და აბიტურიენტი და მსურველი იყო ძალიან ბევრი. იქ რაღაც კვოტები იყო, ვიღაცა სტაჟი ჰქონდა, ვიღაცას გადახდილი ჰქონდა, ვიღაცა ანუ ეს ალალად ჩამბარებელი იყო, ძალიან ალალად ჩამბარებლების კვოტა იყო ძალიან პატარა. და თან ირჩევდნენ ისეთ პროფესიას, რომელსაც თითქმის ვერ გამეხა 90-იანების ბოლოს, აი ეკონომიურზე რატო უნდა ჩაგებარებინა, ან რისი იმედი ქონდა, რომ რაღა ეკონომიკის ხო, ეგ კიდე სხვა ამბავი იყო, რომ რაღაც ინერცია იყო, რომ აი უბრალოდ ცხოვრების წესი იყო ისეთი, რომ ოჯახი დრამად და ტრაგედიად აღიქვავდა, რომ არ ყოფილიყო იქ უმაღლეს და იურისტი. ხო, ეკონომიკური ჩვენ დროს ის იყო, რომ ყველა იქ აბარებდა და უმეტესობა არც სოდნას და განათლებას იღებდა და არც არაფერი. მე ეხლა მე მგონი უფრო ბიზნეს ადმინისტრაცია ქვია ხოლმე დაახლოებით იგივე არის, ანუ ვიცი სხვა რამეებია, მაგრამ როცა არ იცი ზუსტად რა გინდა და მოდი რაღაცა ისეთ რამეს ვისწავლი, რაც მე გამომადგება და შეიძლება ფული ვიშოვო მაგითიან, რაც სამსახური მქონდეს. ოღონდ მე დიდი კონკურენცია ხოლმე მან და ბევრი ადამიანი სწავლობს და აი ჯიმი შენ კითხავ. შენ რა უკითხო მეცხადა მე ნიკო? კი, უბრალოდ მე ხმა დაადე. მე რა ნიკოსი კი არა ვარ. არა, მაგ ხა მიკროფონი არ ვყავ ეგრე ანუ მე არის მის ხოლმე შენი ხომ უბრალოდ ეგ არის პრობლემა, თორე პირიქით მე ვცდილობ ხომ რომ წავახალისო რომ ჩაერთოს და ნიკოს შენ რო ნებართვა კითხა ჩემზე გამახსენე აი 90-იანი წლების ამბავი არის და მეგობარს ვეხმარებით ის მამის საფლავის გაკეთებაში და ახლა არის რომ მუშები და რაღაცა და მაშინ ესე რა ჩვენი ენთუზიაზმით და იმით ხო და მოკლედ რომ მუშაობდით ო ისა გვერდზე საფლავთან კიდე მარტო კაცი ტრიალებდა რა ხო და ეს ვისთანაც ვიყავით ჩვენ მეგობარი ხო ის წავიდა იმან წავიდა ეს იმასთან და დაელაპარაკა რაღაცა და რომ მოვიდა ცოდუარიო მარტო არის ერთი მენაყინე იყო რუსთავში და ის მენაყინე იყო გარდაცვლილი და იმ მენაყინის შვილი იყო სახელს არ ვიტყვი ახლა რა მნიშვნელობა ხო და გავაკეთეთ რაღაცა აქ ჩვენთან რომ მოვჭითო წამო მივეხმარო თუ მოვილაპარაკეთ და წავედით და წავით და მივეხმარეთ ახლა 5 კაცი და სად ერთი კაცს უნდა ემუშავა მთელი თვე და 5 კაცმა ერთ დღეში ის მოვჭით ყველაფერი და დავბრუნდით და ახლა ჩვენთან ისევ გავაგზავნეთ რაღაცები და წასვლისას ეს ბიჭი მოვიდა და აი ჩვენს მეგობარს ხა დიდი მადლობა ბიჭები რომ დამახმარე
ეს ერთი ყავდა ცხონებულის აღარ არის ხო ზაზა იყო და იმან შეხედა. ჯერ ამას შეხედა მე იმან შეხედა. ეგრეა. ნიკოს ხო ნებართვას რომ რამე მკითხო? მე დასუ შეკითხვა გაჩაწყდა. რაზე დავფიქრდით რომ აი დღეს ხო ითვლება რომ დისტანციურად უმუშაობ რაღაცა ნუ მაგის შესაძლებლობა გაქვს რომ მოკლედ დისტანციურად იმუშაო. საბჭოთა კავშირისას იყო ეგეთი პროფესია, სადაც შეგეძლო დისტანციურად გემუშავა? ხო, უნდა გევლო. არა, დისტანციურად კი არა და სადაც. აი ახლა დისტანციურად როგორ უნდა გემუშაო? გეტყვი როგორ არის, რასაც ამბობ. თუ გეოლოგი ხარ ან არქეოლოგი ხარ ან რაღაცა თან ცოტა რომანტიკული პროფესიები იყო, სადაც ოფისში კი არ უნდა იჯდა, თქვათ ექსპედიციებში მიდიხარ ხოლმე. რამდენიმე პროფესია იყო ეგეთი, რომელიც ითვლებოდა რომ არ პრესტიჟული კომუნისტურ პონჩი კი არ იყო, მაგრამ პირიქით თუ აი სისტემის კაცი არ იყავი, რომანტიკული პროფესია, იმიტომ რომ კაი საქმეს აკეთებ, ყოველჯერ ლენინი და სტალინი თავზე არ დაყურებს, იქ ახარ კაროებში გძინავს, ის არის რა ასწორებს. და საღამოს გიტარაზე რაღაცას დაუკრავს, ავარაუდოდ პარტიული არ ახარ, ცოტა ჰიპური პონტია, სვამიქა და თანამ თუ გეოლოგი თუ ხარ შეიძლება სადღაც გაგიშვან და ციოდეს იქ და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ აი არქეოლოგი თუ ხარ, მით უმეტეს მაგარი არის. დისტანციურად როგორ მე? ოფისში არ დადიხარ. ოფისში რო არქეოლოგი. ანუ ხო მაგრამ ეგ ხო სამსახურია და ახლა ის არის. ანუ ინტერნეტი რო არ არის და სახელმწიფო რო არ მუშაობ, ხო გასაგებია, მაგრამ უყურე ეგ ჩვეულებრივი ახლა რაღაც ხელობების ნაწილი იყო გეოლოგიურ ექსპედიციებში, სულ ექსპედიციებში იყვნენ. ახლა წარმოიდგინე რომ ტოპოგრაფიული რუკები უნდა შეადგინო და რაღაცეები აღწერო და ისა აბა ოფისიდან როგორ იმუშავე. ხო და ისე თქვი რომ ცხა მე მგონი რომ ის არ უკითხავს რომ რა დიჯიტალ ნომადი ხო არ იქნები რომ რაღაც კაფეში იჯდე ჩელიაბინსკში და იქიდან მუშაობდე თბილისში. ხო ის არის საბჭოთა პერიოდში უფრო პრობლემა იყო აი როგორი რაღაცა იცი იმის გამო რომ ხელფასი იყო პატარა რამოდენიმე ადგილას მუშაობდა ტიპი აი იყო შაშუმგალუბელი რო არის იქ ტიპი რო დადის იქ ბარაბანს რო დაარტყავს იქ მესაათი არის იქ რადიო სტუდიაში მიდის ახმოვანებს უყურე ეს ახლა ესეთი შემოქმედებითი ის არის ტიპია მან ხო მაგალითად ხო ესე არის რა უაზრო ცხოვრობს თუ უაზრო ცხოვრებაში როგორ აზრიანად ცხოვრობს მაგრამ რეალურად ტიპები მუშაობდნენ 2-3 ადგილას. ახლა წარმოიდგინე 24 საათი გაქვს სულ, ხო? და შენ 2-3 ადგილას როგორ უნდა იმუშაო? თან არ იყო ეს ახალისებული, კი არა, მე მგონი ამაზე შეიძლება დაესაჯეთ, იმიტომ რომ არ იყო ეს ახალისებული. აი ესეთი ტიპის პრობლემა იყო. ახლა ბევრს რო გონი აქედან რომ უდარდელი და უბრალოდ ის იყო რეპრესიები იყო და ერთი პარტია იყო და აი რაღაც ეგრე არ იყო ხო ის შემოსავალი არ ყოფნიდა და ვიღაც ტიპები ვის პასუხისგებლიანი იყვნენ და ოჯახში არ ყოფნიდა და 2-3 ადგილას მუშაობდნენ და იხევდნენ მაგის მეორე მხარე იყო რომ თუ არ მუშაობდი რაღაც პერიოდი იყო სულ არ იყო ეგრე მაგრამ 80-იან წლებშიც კი იყო როცა ქუჩაში შეიძლება გაეჩერებინე ვიღაცას და ეგ სამსახურში რატო არ უბნის რწმუნებულები უბნის რწმუნებულმა ესე იგი სულ იცოდა ვინ მუშაობდა ვინ არ მუშაობდა ვინ სად მუშაობდა და ხო აი ეს ტუნიაც თქვა ეგ ხო ანუ საქმრობა თუ მუხტახორობა ხო მუხტახორობა იოსიფ ბროდსკი ხო მაგით გაასამართლეს და იქ არის ეს ინტერნეტში სტენოგრამაც არის ეს სამუშაო ადგილის პრობლემა არ იყო ახლა უყურე რასაკვირველი არ იყო კაცო არ იყო მან ამთავრებდი იმას ხელფასი არაფერი იყო თორე გიშვებდნენ სადღაცა სამუშაო ადგილს გაძლევდა სახელმწიფო სახელმწიფო იყო ერთადერთი დამსაქმებელი ფაქტობრივად ხო ესე იყო აი წითელ დიპლომზე კონდი იყო რომ კაი სამსახურს კი არ გაძლევენ რომ ეგ ჩაწყობით არის შეიძლება რაღაცა დაამთავრო და გიშვებენ სადღაც შორს ყოფ სოფელში სადაც რაღაცა უნდა აკეთო სადაც არ გინდა მაინდა-მაინც და მთელი რომანტიკა არის მაგაშიც ბევრი საბჭოთა მე წიგნებიდან ვიცი ხე ჩვენ დროს აღარ იყო ეგ ხო მოკლედ ძალიან უცნაური ახლა შემოსვლის წინ წავიკითხე არ ვიცი ვიღაცა წერდა რომ ესა საბჭოთა კავშირის დროს ახლა ბუნებრივია კმაყოფილებიც იყვნენ ვიღაცები და ვიღაც უკმაყოფილოი და უკმაყოფილოებით კგბ იყო და კმაყოფილებით ობხეს ეს ისა ეკონომიური და ესეთი ტიპის დანაშაული ხო აი უყურე როგორი რაღაცა არის ტანსაცმელიც კი რო მოკლედ რაც მაღაზიაში არ იყიდებოდა ყველაფერი იყო აი კერძო პირს არ შეეძლო არაფრის გაყიდვა ხო აი დეფიციტური ტანსაცმელი იყო რაღაცა აი ჩვეულებრივი მაისური აი ეს მაისური ახლა საბჭოთა კავშირის დროს იქნებოდა ძალიან ორიგინალური და აი ამ მაისურში ვიღაც ტიპები დიდ ფულს გადაიხდიდნენ ჩვეულებრივი ჯინსები ახლა რომელიც ამ მაისურზე სროკი იქნებოდა ანუ ეს რადიო თავისუფლების მაისური 70 აი ესეთი რაღაცა ეს მაისურები რაღაც წინდები ჯინსი შავლების რო ყიდნენ ტიპები ხო
რისკავდნენ რა იქ ფულს უხდიდნენ იმ იმაში ობეხეში ვინც იყვნენ და ისე ვაჭრობდნენ თორემ მე ამას წინათ მივხვდი რა ენატრებოდათ ხოლმე საბჭოთა კავშირში ანუ ხშირად ცხადია რომ ბევრი სხვა მომენტია რომ ერთი უფრო ახალგაზრდა იყავი და ახალგაზრდობა ყოველთვის გენატრება მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო სტაბილურობისგან ანუ ბოლოში აღარ იყო თქვა 80-იანების ბოლოში როცა იშლებოდა მაგრამ ხო ადამიანი ყველაფერს ეჩვენა ვიცი ესე ვართ რაც აქტიურად თუ არ უარესდება ვითარება რაღაცას იმას ვიზამთ რა ნუ არა უშავს არის და მე იყო 90-იანები როცა აქტიურად უარესდებოდა ვითარება და თან ყოველდღე არასტაბილურად იყავი და არ იცოდი რა გექნა და მგონია რომ დღესაც რაღაცა მსგავსი განცდა როცა არ იცი ერთი თვის მე რა იქნება წლის ბოლოს რა იქნება ანუ ვიღაცებმა შეიძლება იციან მაგრამ ნუ ყველა რაღაცა ისეა რომ what's going on and I said hey 90-იანები კარგად ლისი მოგიბრუნდა ესე ჯიმ შერეხვიაშვილი the menu არო გითხრა აჰა შევიშნო? ანუ გააგზელე კიდე შეგაშნობინებ ახლა ილია ფაჩულია წერს რომ შემთხვევით გადავაწყდიო დათო კარდავას ესავის ხელებსო დათო კარდავა იცი ვინ არა? არიცი რა თქმა უნდა ვიყიდე და მინდა ჯიმის უთხრა მეტი წეროსო როგორ არ ვიცი ჯიმია ნიკო გადაეცი მადლობა მეტი და როგორ არ წერ ხო და აი მაგი ისა საჭირო არის ენერგია, დრო და რომ შევკრათ ახალი კრებული. როგორ არ წერთ ქორი, წერთ. კიდე ყველას არ ვკითხულობ, იმიტომ რომ რაღაცა დავით პაპუაშვილი წერს შენ შეკითხვასთან როგორ შეაჯამებდი შეიძლება მაგასთან დავაკავშიროთ, რომ რო გიყურებთ მგონი რომ მეც მაგიდასთან მზივარ და გელაპარაკებით. კამერის ეს კუთხე რამე გათვლა იყო თუ ძალიან რენდომია. რა საყურელია, რენდომ არაფერი არ ხდება, ქორიძეს აქვს, აი ოთარი იოსელიანივით ყველა კადრია დახატული წინასწარ. Every frame a painting, როგორც იტყოდა ხოლმე. იცი რა სიმა რეალურად ეს სტუდია ეგ არ მიზეზი არის იმისა, რომ მარტივად გვინდოდა რომ ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე ჩაგვეწერა ხოლმე გადაცემა და ანუ თან იმაშიც ჩდება ზოგადად რომ სამზარეულოში ჩავწეროთ რა სხვა ადგილი რო იყოს. ხო ეხლა უცხო თვალით რო შეხედოს პირველად ვერ მიხვდება რომ სამზარეულოში ხარ იმიტომ უკან ძალიან ლამაზი ფარდაა და ეს ფარდები არ გვიკიდია მაგრამ ეგ იყო რა რომ გათვლაც იყო რომ მე სტუდია გვაქვს გადასარევი ამაზე ბევრად უკეთესი და ყოველ კვირას პრობლემა გვექნება დამწყები ჟურნალისტები ვინც არიან ახალმოსულები ვისაც უნდათ რომ თავიანთი რაღაცა კვალი დაამჩნიონ აქ ინსტიტუციას სადაც ზოგი დეკადები ამუშაობს და შენც ქორი უკვე კაითანია კი მაგას ვამბობ და ახალმოსული ხალხი არ ვიტყვი სახელს ვინ არიან ისინი აქტიურობენ ხოლმე რომ არ შეიძლება სადმე სხვაგან ჩაწეროთ ეგ სამზარეულოში ჭამა გვინდა და ჩვენ ვამბობთ შემოვიდა ჭამე ანუ თუ გინდა აქ დაჯექი და ჭამე გამოჩდი თუ გინდა უკან დაჯექი და მოგვისმინე და რაღაც ხანდახან ისქენი რაღაც თვალი ჩაგვიკარე ხო რეალურად არა მაინდა-მაინც უნდა და იცით თქვენ ვინც ახართ ანუ ხა უკვე კონკრეტულ 2-3 ადამიანს მიმართავ ჩვენი სამზარეულოს ხარჯზე და ჩვენი პრესტიჟის ხარჯზე უნდა რომ დაიკვიდრონ აქ ადგილი ფეხი მოიკიდონ არ მეც მიყვარს ამ შეწერა ეს ფარდა არ არის საკუმა ვიდი არა მე ტყუილის ხმას შენი გადაცემაა შენ ტყუილის ხმას ვაპირებ და შენ არა მეც მიყვარს ეს სტუდია განსაკუთრებით უკან თუ ქარმა დაუბერა და აი აფრიალო ფარდები თლად ეს ფარდა არის ნიკო აი ცნობილი ფარდა ოპერის ფარდა სერგო ფობულაძის მოხატული ფარდა რომ დაიწვა იმის ნაწილი რაც გადარჩა იმიტომ აქ ხოლმე ცეცხლოვანი ფერი ხანდახან აქვს ხოლმე შემოენთება ხოლმე ქობულაძის ჩანაფიქრი იყო თავის დროზე კი ესე იგი მაკაბრონიძე წერს ტორფი არის სპეციფიკური ხავსის სფაგნუმის არასრული ხრწნის შედეგი რომელიც ჭაობში იზრდება ეჭვი მაქვს რომ თუმცა არა თავისი ის არის რომელიც დაბალი ტემპერატურის და ჟანგბადის უკმარისობის გამო ხრწნა ბოლომდე არ მიდის ეგ შეიძლება რაღაც მეტაფორულად გაიგო რომ ხრწნა როცა სადმე ბოლომდე არ მიდის ნებისმიერ ტექსტში რო წაიკითხო იფიქრებ რომ ტორფზე ალაპარაკი თუ რაზე რამე სხვაზე ნახშირთან არა აქვს კავშირი და სკეზე ტორფის სახით ილექება რომელიც ამოღება და საწვავად გამოყენება შესაძლებელია რაზე ალაპარაკი შენაგადაც ტორფი ვახსენე წინაზე ეს ხავსი ძირითადად ჩრდილოეთში ტუნდრა ტაიგის ზონებში გვხვდება საქართველოში ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე თუმცა ტოპს ჩვენთან მგონი არც აწარმოებენ ხო და იქ სადაც რომელიღაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იმის ამ ტორფის რაღაც განყოფილებაზე იყო ძალიან ბევრი ქართველი სტუდენტი და ესა მოყვანილი აქვს ეს მოტანილი აქვს ეს ისა ფაქტი პატიაშვილს იმის ადემონსტრაციოდ რომ აი
ოღონდ სტუდენტი გამხდარიყავი, ოღონდ დიპლომი მიგიღო, არ ქონდა მნიშვნელობა, თო არანაირი საჭიროება საქართველოს ამდენი ტორფმცოდნის არ ქონდა რა. ბაჩო პაიჭაძე მეკითხება მე ამჯერად რომ ნიკო UFC-ს ხსენებაზე სულ რატო ვარდებიო, იმიტომ რომ შენ არ ახარ ხოლმე ხო რომ ხანდახან რომ დაიწყება ისევ ილია თოფურია რაღაცა კი რომ ვარდები, არამედ მთელი ცხოვრება ვიცხოვრე ისე რომ ბოიპეს პრავილი გაგონილი მქონდა ბავშვობაში რომ ენახა გავგიჟდებოდი ისე მომეწონებოდა, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ბევრი ეს მასკულინური რა და მე გამოდივარ ქალაჩუნა რომ არ მინდა რომ ტიტველი კაცები ერთმანეთს რომ იმას უზელენ თეძოებს მაგის ყურება. იმიტომ კი არა რომ რაღაცა, არამედ მთელი ცხოვრება ვიცხოვრე ისე რომ არ იყო ჩემი სპირტი. ნიუსა ყველას გავატარებ ვისაც მოწონს. უბრალოდ ვერ ფეხი ვერ აუწყე ახალ დროებას, იმიტომ რომ ბოლო 2-3 წელია რაც ესე შემოვარდა ეს UFC, MMA, რომელიც მე მგონი დღეს არაერთმა ადამიანმა მითხრა, ფეხბურთის მერე ყველაზე პოპულარული სპორტიაო, რაც ანუ კი არ მივიდივარ ვინმეს და ვეუბნები რომ რატო უყურებ ცუდია თქო, არამედ არ მინდა რომ ამას აქში დავიწყო მაგაში ჩართვა. ისიც მეყოფა რომ ისაც წავიდა თქვენი სუმოს რატო აღარ უყურებ შეოხერო შენ აქ არ მაყურებინებდი გვერდზე რომ ნახერა ლამაზი სპორტია ნიკო ეხლა ჯუჯუგე გააკეთა და ეს ბრინჯი უნდა გადმოაყარონ თავზე და საუკუნეები დაყურებს თავზე მაგის მე არ მინახავს რომ იმეს სუმო გენახათ რატომ მასწავლეთ ის სუმო რატომ აყურებინეთ და ეხლა UFC-ს ვერ იმასვისა იმიტომ რომ წავა მე ილია თოფურია იმაზე პენსიაზე და შემრჩება ვიღაც ჩეჩნების ყურება იქა და არ მინდა ამაშია საქმე ნიკო სპორტის სახეობას კი არ გულში ჩეჩნებს კი არ ვერჩი არამედ არ ვიცი კაი ილია ისინი იყვნენ ყაზახები იყვნენ რუსები იყვნენ მოკლედ რა ერთადერთი იმის გამო უყურებ რომ ქართველი გამოდის იქა და უნდა ეს სილამაზე ვისწავლო მე ის გავიგო დანა ვაითი ვინ არის მე ვიცნო სახეზე ვიცნობ სახეზე ანუ თან ცოტა სასაცილოა როცა ადამიანი უცებ იმას იწყებს ხოლმე ჩემ თავზე მაგ ახლა ლაპარაკი თორე რეალურად ვინ იცი ეგ სუმოს ამბავი რო გავაგზავნოთ მართლა მახსოვს რომ მე ხო დარჩი მაგითი ცხოვრობდი შენ ჯიმი როგორ გითხრა ანუ რავი აქ პირდაპირ ეთერებს ვთავდით ხოლმე და უყურებდით და ერი ცხოვრობდა მაგით სუმოზე ახლაც ბევრი რამე ვიცი და იმაშვები მაგრამ ახლა ისი არა ვარ ჩართული ასაკერველია ახლა აღარ არა სოსო ჩემი მეგობარი ისე სუმოს მოყვარულთა კლუბი ქონდა და კვირაობით რაღაც უყურებდი ოჩინოშენი კი არ გამოდიოდა ვიღაც სხვა იაპონელები და მონღოლები თუ ვინ არიან ისინი კარგები იქა იოკოძუნები მონღოლები არიან იაპონელები არიან მაგრები კი ერთი ორი ქართველიც იყო მაგარი ორი ქართველიც არა სუმოზე იყო ლაპარაკი მე უცებ გაქრა შარშანდელი კვირი მე არა ხო გასაგებია მაგრამ ნუ ახლა ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის რა არა ასე კულტურული ფენომენი არ ვაკნინებ ანუ ხალხი არის რომელიც დღემდე გიждდება მაგაზე მაგრამ ხო არა მე აქაც თვითონ ამ იმაზე სპორტის სახეობაზე კი არ უგიждები აღფრთოვანებული ვარ თვითონ ამ ილია თოფურიას პროფესიონალიზმით დამოკიდებულებით საქმისადმი მიდგომით აი მისი აი როგორ გითხრა პრეზენტაციებით როგორ წარდგება საზოგადოების წინაშე საქმისადმი როგორი დამოკიდებულება აი ეგეთი ტიპი ნებისმიერ სფეროში იქნება აღმაფრთოვანებელი დამუხტავი და რაღაც გადამცემი ისა ენერგიის დარწმუნებული ვარ აი ეგეთი ტიპი ნებისმიერ სახეობაში გინდა სპორტში გინდა კულტურაში გინდა მეცნიერებაში ასევე იქნება რაღაც იმის მე ხალხოთებას გავაგზავნებ ძალით შემამაგ დრამა რომელიც არ არის აქ ამარა იცი რა ზამეშლება ანუ მე ვთქვი რომ MMA ცოტა მკიდია და იცი ილია თოფურია კაი ანუ მე ვამბობდი რომ ცუდი ტიპია და არ არის განსაკუთრებული ხო მე ამიტომ ვთქვი კიდე რაზე ვიჭრობ ანუ მაგითო უყურებთ ანუ თვალოს კაც ჩემი თავი რა რამდენჯერაც ეს მასშები ხო მე ასევე მე ასევე ხო რაღაც მისი ღირებულებები სპორტის მიღმა ღირებულებები ხო გამოუთქვამს თავისი პოზიცია რაღაცეებზე ხო ასევე ვფიქრობ რომ აი რაღაცნაირად იმაში მოდის უნისონში ჩემთან და მაქვს ეს სიმპათიები ან რო ვიცი საიდან წამოვიდა როგორ შეძლო რა გზა გაიარა რა სამყაროში მოიხვედრა თავი ხო ანუ კიდევ ერთხელ აბსოლუტური პატივისცემა მას ასევე მინდა რომ ამ სპორტსაც მოუბრუნდე და ვთქვა რომ ბერძნულ რომაულ ჭიდაობას თუ კლასიკურ ჭიდაობას ყველაფერი მირჩევნია რომ უყურო საერთოდ იმიტომ რომ ეგეთ ცუდი საყურებელი სპორტი არ არსებობს მაგაზე ბოდიშს არ მოვიხდი და ყველა მიცის რომ ეგრეა ყველა მიცის რომ ეგრეა ძიუდოზე ხო არ ვამბობ ანუ ძიუდოში არის მუღამი და ეს არ შემ ფეხის გამოყენება რო არ შეიძლება რა უბედურება არ არის ეგრე ნიკო უყურე როგორ არ არის უყურებ ჯიმი და ნახე ხო ხელებით ჭიდაობენ გასაგებია მაგრამ გვერდზე თუ გაიხედა უნდა დააჯარიმონ თუ რაღაცა ეს რა სპორტია
ახლა იცი რა არის, ახლა ვიღაც ტიპმა რო თქვას, რომ აი ეს ორი დებილი ზის მოჭადრაკი და ერთმანეთს უყურებენ და არაფერი არ ხდება და რაღაც ეგეთი ის არის. იქ მთელი ის არის რა, სამყაროა და მთელი ცოდნა და საუკუნეების გამოცდილება და ის. არა მე საუკუნეების გამოცდილება ამას წინათ გავიგეთ ამას. კლასიკური ჭიდაობა, რომელსაც ბერძნულ რომაული ერქვა ადრე, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისშია შექმნილი და ძალიან დაახლოებითი კავშირები აქვს ძველ ბერძნებთან, ანუ ძალიან დაახლოებითი იმას უსმენდი რაღაც პოდკასტს, რომ კონკრეტულმა ტიპმა დაჯდა, მოიგონა წესების შექმნა რაღაცა, ისე დაარქვა უბრალოდ, რომ თავისი მითოლოგია ქონოდა, ასე რომ ვისაც გონია რომ ეს საუკუნეებრივ სპორტს და რაღაცას ვეხები, არანაირად არ არის. ხო ჭიდაობენ იქ ანტიკური პერიოდიდან ადამიანები ხო ჭიდაობენ, არა? წესები ხო აქ მე ხო თავისუფალ ჭიდაობაზე არ ვამბობ არაფერს. თავისუფალ ჭიდაობა მინახავს და თუ გახურდა და თუ კომენტატორი კარგია და მიხსნის იქ რა ხდება, მაგრამ ჩავერთვები. ისევე როგორც MMA-ზე. მე ვითომ ვარდები და იმას შვები, თორე როგორ არ მესმის რატო არის კაი სპორტი. ძიუდო მინახავს და რაღაცა შვებია. უშუ. ეხლა ცოტა სხვა თემად გადავიდე. ილია თოფური ახსენე და ქართველებზე და იმაზე გუშინ დემნამ დაასრულა თავის მოღვაწეობა ბალენსიაგაში. ო ის რაღაც. ეხლა გუჩიში 9 წლის ხო 9 წლის მერე გუშინ ძალიან კაი ჩვენება ქონდა გამართული სხვათა შორის ბოლო, მაგრამ და პირველად თავისი აი ამ 9 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ჩვენების შემდეგ გამოვიდა თვითონაც პოდიუმზე კი არა, რა ქვია იმ ეკუთვნოდა ხარ ბალენსიაგა ის ხო არა. იცი რა მაინტერესებს რომ ეგ დაწინაურება არის თუ ხო დაწინაურებაა, მაგრამ მე გუჩი უფრო დიდი სახლია ვიდრე მარტო უფრო პაპსა არ არის? ხო, უფრო ცნობილი და უფრო მეინსტრიმული შეიძლება ითქვას, მაგრამ დემნა ბალენსიაგაში რო მივიდა, ბალენსიაგა იცოდა ეგრე ყველამ, ხა დიდი სახლია და წლებია მოდის, მაგრამ არ იყო ეგეთი ცნობილი, ეგეთი მოთხოვნადი ბრენდი და არ იყო ეგეთი ტოპ რა ვთქვა, ხო, რა. მე როგორც გამიგია, არ ვიცი, ბალენსიაგა იყო პირველი სახლი იყო საერთოდ, ანუ მანდიდან მოდის ფეშენი, მაგრამ მე ის აღარ არის. არა, კრისტოფორ ბალენსიაგასთან ერთად იყო შანელიც და ის ყველა დაიწყეს. ახლა დავსერჩავ. არ მინდა რომ დაგაისახნა. ერთი პერიოდი იყო კოკო შანელი, კრისტოფორ ბალენსიაგა და ეგენი მეორე მსოფლიო ომის დროს ერთად იყვნენ პარიზში. თვისებრივად რა იცვლება? აი უყურე რას რისი კითხვა მინდა. არის მე ახლა როგორც ისა დილეტანტი ესეთი ის მიჩდება შტაბეჭდილება რომ თვისებრივად სხვა გარემოში გადადის და შესაბამისად პროდუქციაც უნდა იყოს სხვანაირი. აი დაახლოებით ესეთი განსხვავებაა ჩემი აზრით, აი როგორიც მაგალითად ფოლკლორი, აი სუხიშვილები და ანანიაშვილის რაღაც ბალეტის ისა. აი ასეთი განსხვავება შეიძლება იყოს, რასაც აკეთებ და თუ არასწორად და რაც უნდა გააკეთოს. პირველი მას ჯერ შანელი იყო და მე ბალენსიაგა ხა დავსერჩე 7 წლით ადრე დაარსდა, ასე რომ ძალიან კარგი რომ არ მომეცი საშუალება რომ არასწორი მეთქვა. თვისებრივად სხვა რამე უნდა აკეთოს. ცოტა ინდი ფილმების რეჟისორი რო ხარ. და თქვათ მე ბარბის გადასაღებად გეძახიან, ან რაღაც მარველის ფილმი რო უნდა გადაიღოს. სულ სხვა აუდიტორიაზე გადიხარ, მაგრამ ცოტა ისიც აბარასი ყველაფერს თავი დაანებო. ანუ შანელს ბალენსიაგას დიორს კიდე თუ არ ვცდები და რამდენიმე დიდ სახლს ფლობს ერთი კომპანია, ორი ტიპი. რომელსაც აქ როგორც ბიზნეს ეგრე უყურებენ რა ხა დემნას გადასვლა ბალენსიაგა და გუჩიში იყო რავი ესეთი მოულოდნელიც და თან ყველაზე კაი ფინანსური გათვლაც მგონია რა იმიტომ რომ ხა ვიწყავდა გუჩის დიდად ვერ მოხდა ასე ვთქვათ ეს სახლი რა და ასე რომ ნახოთ დაველოდოთ ყველა შემთხვევაში ალექსანდრე მაკონის არ იყო ალექსანდრე მაკონის თავის სახლი არა ცნობილი თავი და არ მახსოვს ვიდრე წამოვიდა სადღაც ეგეთში გახდა ცნობილი და მე ამის თქვა მინდა ანუ ხორუმს ეკავდა და ახლა უნდა იცეკოს რაღაც გედების ტბა ანუ თვისებრივად ესეთი არა თავის წესებს შეიტანს თავის იმიტომ რომ ესე დილეტანტურად ესე ჩანს რომ აი ის რასაც აკეთებ და ის უფრო ეგეთი არის რა ეგეთი ტიპების ჩასაცმელი და იქ კიდე უფრო ეგეთები ამის თქვა მინდა რომ აი რომ ახსენო საიდან დაიწყო ილია თოფურია და რაღაცა დემნასაც ძალიან რთული გზა აქვს გამოვლილი ხო საიდან დაიწყო და წარმოუდგენელია, რასაც მე აღწევ, იმიტომ რომ ეხლა მარტო იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგარი დიზაინერია. ყველა მაგას ამბობს, რომ საერთოდ მოდაში რაც მოახდინა დემნამ. მე საერთოდ მეგონა სიმართლე რომ გითხრა, რომ ბალენსიაგა რო წავიდა და თავის ბრენდ შექმნიდა დემნას. პროსტა ეგრე და ვეტმენში არ დაბრუნდებოდა თუ არა მგონი, არა. და თავისი არა. ძმა არის და რა. ნუ ორი არიან რაღაცა. გურამაც რაღაცას აკეთებს, მაგრამ მეგონა სიმართლე გითხრა, რომ თავის სახლს გააკეთებდა და პრინციპში აქ მაგის თავიც, მაგრამ ნახოთ გუჩიში და გუჩიში. მე ძალიან გულ შემატკივრობთ, ისე მიხარია რომ ես გულ შემატკივრობ. ხო.
და ძალიან ბევრი ხო, კაი, აღარ ვიტყვი. თქვი რა რატო არა, და მაგას ვამბობდი, რომ საერთოდ ძალიან კარგი პოტენციალი აქვს საქართველოს, იმიტომ ძალიან ბევრი მაგარი დიზაინერი ყავს თქო და უბრალოდ ეგ არის, რომ არავის არაფერი აღარ აინტერესებს აქ პოლიტიკის გარდა. ერთ კომენტარსაც წავიკითხებ და გავიდეთ, წავიკითხებ რა არის და წავიკითხავ და გავიდეთ ბოლოში. მაზე ფარმერი წერს წინაზე უნივერსიტეტებს და რაღაცებს ვლაპარაკობთ, 27 წლის ვარ და 16 წლის ხალხთან ერთად ვმუშაობ, რომლებიც ჩემზე ესე 20 ჯერ მეც გამოიმუშავებენო, რა მაზე ფარმერი არ მიწყენს იმას წავიკითხავ, გამოთქვით წავიკითხავ, ხანდახან გრძელი ის არის და იმიტომ. რა უნივერსიტეტი და ჩამყარებული აუდიტორიები თქვენი შვილებისთვის კარგი თუ გინდათ, ამ ჩამკვდარ სისტემებს და მაგაძე დარს შევეშვით, სხვა დროა, სხვანაირი ეკონომიკაა, რომ დაამთავრებენ 4 წელში, მერე ცოტა გამოცდილება, მომავალი 6-7 წლის მერე ბაზარზე რა კადრებზე იქნება მოთხოვნა, მაგაზე იფიქრეთ. მე რაც მასწავლეს უნიში 1 წელში ვისწავლედი YouTube-დან. ეხლა საერთოდ GPT მყავს. მუშაობის დაწყება შეგიძლია რავი სუპერმალე. მერე შენით გახოდავ, სად უნდა განვითარდე. აღარაა უნივერსიტეტების დრო. ჰარვარდის კურსები უფასოდებს. Come on. ხო, არა, განა ვეწინააღმდეგები, მაგრამ მე უბრალოდ მე რა პაკეტიც მაქვს ჩემ შვილს იმას ურჩევ და თვითონ თუ რასაც ამბობს მეგობარი, ესე გადაწყვეტს გააკეთოს, კაცო. ძა, რამდენიმე რამე გაჩნია. ესე არ არის? ერთი აიყო ხოლმე. თვითონ უნდა მივიდეს იქამდე, რომ აქ ახლა რო ვსწავლობ სიტყვაზე, ამაზე არ დავკარგავ მე დროს და ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. არც ის გააკეთოს, არც ეს გააკეთოს, ამის მეშინია მე. ანუ ეგეც არის, მაგრამ მე გამოხმაურება მინდა გავაკეთო, რამდენად საჭიროა თუ მადლობა. საჭიროა თუ არა ისე უმაღლესი განათლება და ეგ სისტემა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი გულთან ახლოს ყოფის საკითხია, ასევე ვიტყვი რომ სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ მაგ სფეროში ვარ მე თვითონაც. მუშაობი დარჩები თუ არა. არა, ნიკო არ დაიკარგება. უბრალოდ ანუ შეხება მაქვს და იქით ამხედან ვლაპარაკობ. მესმის ანუ პირველად არ მომისმენია მსგავსი რაღაცა და GPT-დან არ დაწყებულა და LLM-ებიდან ბოლო 15 წელია ისმის რომ YouTube-ი გაჩნდა რომ რაღაც გინდა ეს უმაღლესი განათლება, რაც გინდა იქ სადღაც ავტორიაში ჯდომა სადაც გვერდზე ტუალეტის სუნი შემოდის, ვიღაც ტიპი შემოდის ლექტორი რომელიც მაგრა კიდია და რაში ხარჯავ დროს, რაც აბსოლუტურად სწორია, ანუ თუ რაღაც ეგეთ ამბავში ხარ რა გინდა, მაგრამ ასევე არ მგონია რომ შათირიშვილი აქვს. მომისმენია შათერიშვილის ლექციები არ ანუ ისე მომისმენია და საინტერესო ტყვებოდა ხოლმე რაღაცებს დიდი ხანი გავიდა მას მე აღარ მინახავს ამბის თხრობა კარგად იცოდა და ლექტორი როგორ იყო არ ვიცი არ ვსწავლებია ჩემთვის დაწერეს იქ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა როცა იქ ასწავლიდა და დიამეტრალურად საწინააღმდეგო რაღაცეები თქვეს ვიცი ვერც ესე ვიტყვი ვერც ესე ვიტყვი მაგრამ რაც შეეხება ანუ ერთი მე მგონი მაზე ფარმერი და ჩვენ ერთ აზრზე ვართ რომ თუ უბრალოდ სადღაც აუდიტორიაში უნდა იჯდე და ვიღაც არამოტივირებული ხალხი გასწავლიდეს რაღაცას რომელიც 4 წლის მერე ან გამოგადგება ან არა ცხადია დიპლომების ხამები არა ხო მაგას ჯობია რომ დაჯდე მართლა YouTube-ზე რაღაცა ნახო 100%-იანია მაგრამ არ არის უმაღლეს განათლებას ვერ ჩაანაცვლოს ვერც ChatGPT და ვერც YouTube იმიტომ რომ ერთი რამდენიმე მომენტია მანდ მნიშვნელოვანი კი უკვე დიდი ხანია რაც ხელის გულზე გიდევს აი იმენიანი ცოდნა კაცობრიობის რაც არასდროს არავის არ ქონია ესე ადულად ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკები მე რო სოციოლოგიაზე დავდიოდი კონსპექტები გქონდა და ერთ-ერთ რაც მეორე კურსზე ვიყავი სოციოლოგიის ლექსიკონი მაჩუქეს პატარა რუსული და ძალიან გამომადგა იმიტომ რომ შეგრავაცებს ეცნობოდი ინტერნეტი არ იყო და რავი კიდევ ერთხელ ხელით დაწერილი კონსპექტები იყო ზოგი მეორე და მესამე გადაწერილი და არც სახელმძღვანელოები გქონდა არც არაფერი არ გქონდა ეხლა რაც შესაძლებლობები აქვს ხალხს მართლა დაჯდები და ორიგინალში წაიკითხავ რაღაცას თუ ორიგინალში ვერ კითხულობ Google გითარგმნის თვითონ ესპანურიდან რუსულად თუ ეგრე გირჩევნია მოკლედ ძალიან ბევრი ის აქვს შესაძლებლობები მაგრამ თუ ნორმალური უნივერსიტეტი იმას არ ვამბობ სუპერ ძალიან მაგარი სადაც ცოტა გული შეტკივა რომ სტუდენტებს ცოდნა ჰქონდეთ იმ კურიკულუმის და რაღაცის უკან დგას ხალხიც მაგაზე იზრუნა. თქვა რომ მოდი ჯერ ეს იცოდეს ადამიანმა მე ეს და ამაზე მინდა გელაპარაკება. ხო აქ მნიშვნელობა თქვა ფოტოგრაფია შეგიძლია ისწავლო ვიღაც ის არის ხოლმე კურსები არის ვიღაც მაგნუმის ფოტოგრაფი ვიღაც გიჟიზის და გიხსნის იქ. მაგრამ უფრო გამოსადეგი იქნება გვერდზე ქორიძე ვერ არის ხა მაგნუმის დონე შეიძლება ხო? შეიძლება ესეთი არ იყოს მაგრამ ხო, არა უშავს რომ წაკპინი. მაგრამ თქვათ რომ ერთი თვე რო გვერდზე ყავდეს და რაც გეუბნებოდ რომ ეხა ეს გააკეთე, უფრო მეტს მიიღებ. ტომას კელერი არის ერთ-ერთი ტოპ შეფი საერთოდ სოფლიოში და ისა აქვს ლექციების სერია აქვს, რომელსაც რო ნახავთ ტომას კელერი ანუ შეფია სახელი ვიცი, ანუ ერთი კაცის სახელი ვიცი სულ. მაგრამ შეიძლება ვიღაც საშუალო დონის ქართველი შეფი იყოს, რომელთანაც რომ მიხვალ ადგილზე რაღაცებს რო გეტყვის, სრულიად სხვა დონის ცოდნას მიიღებ. ანუ ერთი არის
ვიღაცა ზრუნავს, როდის რა გააკეთო და გისწორებს მე. და მე გეუბნება რომ აი აქ ძლიერი ხარ, აქ სუსტი ხარ, რაღაცა გააკეთე. მეორე რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, სწავლის დიდი ნაწილი არის სოციალიზაცია. სკოლაში იქნება თუ უნივერსიტეტში იქნება. ნუ მუღამირას აქვს. ჯგუფელები ყავს ვიღაცა, თუ რაღაც სფეროში ხარ, თქვათ არქეოლოგიაში, ან ფიზიკაში, ან რაღაცა. ვიღაც ხალხს იცნობს შენ ხელებს, რომელსაც იგივე ინტერესი აქვს და სავარაუდოდ შენთან ერთად იმუშავებენ, ან შენი კონკურენტები იქნებიან ან რაღაცა. ამიტომ თქვათ ახლა მე და მეგობრებს გულაპარაკია, რომ საშუალება რო გქონდეს ბავშვს როდის გაუშვებდი უცხოეთში თუ რაღაცა. არა მაქვს, მაგრამ რაღაც დროს მექნება, ხო? ან whatever. მაგრამ დასკვნა იყო რომ ჯობია რომ პირველ მეორე მესამე კურსზე არ გააკეთო, ეგ რომ უბრალოდ ჯგუფელები ყავდეს. ანუ მე უკეთეს ადგილას გავუშვი, მაგრამ თუ დაბრუნებას აპირებს, მინახავს ხალხი და ჩემი მეგობრებიც არიან ზოგიერთი, ძალიან კარგად უსწავლეთ 4 წელი სადღაცა ინგლისში, მე 2 წელი ამერიკაში იყვნენ, 1 წელი საფრანგეთში და მე რომ ჩამოვიდნენ აქ, თუ ის არ აქვს ფესვები და სულ მუდამ კავშირი არ ახარ ვიღაცაზე, არავინ არ გიცნობს, არავის არ იცნობ ნებისმიერ სამსახურში, ნებისმიერ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო და რაღაცა როგორია. ეხლა კიდევ ერთხელ ამის მადლობა კომენტარისთვის სალაპარაკო თემამ მეცა ყველა პროფესია ეგეთი არ არის. კოდინგი თუ გინდა მარტო სახში ზიხარ და შეიძლება მართლა მონღოლეთში იყო და დისტანციურად მუშაობდე და არც გჭირდება რომ ვიღაცა შენი ის კონდეს, შენი კოლეგები არიან ვიღაცა ერთი ჩინეთში, ერთი რუსეთში და მესამე ამერიკაში და რაღაც იმას შვები. არის ბევრი საქმე ეგეთი, სადაც არ გჭირდება ეგ ისა, მაგრამ უმეტესი სხვა საქმე არის რომ ვიღაცაები გარშემო უნდა ყავდეს თანამოაზრეები, ყოველ შემთხვევაში მე შეიძლება ხელოვნების კუთხიდან უყურებ, მაგრამ მარტო ეგ არ არის. სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სცენის საქმე, რომ თუ არის 5, 6, 7 საშუალოდ ნიჭიერი, ანუ მოხდილი ტიპი, რომლებიც ერთ რაღაცას აკეთებენ, მე ერთმანეთს ისინი ზრდიან და უცებ გამოდის, მაგით ვარ ვთქვათ ბრისტოლის სცენა, რაღაცა ჩიკაგოს ჰაუსის სცენა, განა ვიღაცაზე სხვა ქალაქებში ნიჭიერი ხალხი არ იყო ამერიკაში, მაგრამ უცებ რო რაღაცას შვებ, ცისფერ ყანწელების სიტყვაზე, სათითაოდ აღებული შეიძლება ბევრთან რაღაც პრეტენზია გქონდეს, როგორც პოეტენ, ჩემი ის არ არის, რაც ამიკითხავს, იმას ვამბობ, მაგრამ ასევე როცა ერთი ცისფერი ყანწები გამოდის, ან ერთი გაზეთია, სადაც წერ არილიც მაგას შვება, ანუ რაღაც რო ხალხი რო შეკრული არის ერთად ხელოვნების კუთხით, მე ყველასთვის კარგია, იმიტომ რომ ერთმანეთს ასწავლი, ერთმანეთსგან სწავლობ და მე ყველა ერთად იზრდებით. ყველა პროფესიას ეგ არ ჭირდება, ზოგს ძალიან ჭირდება. მაგის თქვა მინდა, ზოგი პროფესია არის, წარმოუდგენელი არის, ხო, ის არ ყოფნის მხოლოდ ლექცია და არ ყოფნის მხოლოდ ისა რაღაც ტექსტის წაკითხვა და მეტია საჭირო, გარემოა საჭირო, ლაბორატორიაა საჭირო, თვალსაჩინოებაა საჭირო, რაღაც ტიპის ცოდნაა საჭირო, ინტერაქცია ცოცხალი არის საჭირო, ხო? ურთულესი საგნები არის მეცნიერებაში ბოლო დროს ისე განვითარდა, რომ შეიძლება მოისმინო ლექცია ძალიან კარგად წაკითხული, მაგრამ დაგჭეს მილიონი კითხვა. ახლა ცოცხალი ლექციის მუღამი ხო ეგ არის, ლექციის ველობის დროს რაღაცას ვერ გებულობ, კითხები და ის ეს კიდე კარგი მკითხე, ამას გეტყოდი და ცოცხალი პროცესია ეს სწავლა. ცოდნის გადაცემა ესე მექანიკურად ახლა აი კაირი ლექციაა ჩაწერილი და ერთ-ერთზე სრულად გადმოვიდა. არა, ვიღაცას შეიძლება გამოუვიდეს, ამას განსაკუთრებული უნარები უნდა და ყველა ვერ იქნება ეგ. თან მეთერაზე მოვიხოთ რომ მე ხო სადოქტოროზე ვსწავლობ, ახლა სწორედ ეგ განათლების მეცნიერების თემაზე ჯერ იმდენი არ ვიცი და რაღაცა, მაგრამ ნუ აი თქვათ ესეთ თემა ვიყოთ, რომ ისტორია მიყვარს მე და გასართობად ვკითხულობ ხოლმე, რომ წამოვწები მხატვრულ ლიტერატურას ვერ ვკითხულობ, თქვათ ახლა მეცნიერულ ისტორიულ ლიტერატურას არა, მაგრამ უყურებ რა, რომ სამეცნიერო პოპულარულს ნაკლებად უფრო მინდა რომ ისტორიკოსი დაწერილი იყოს. ისტორიაზე რო სწავლობ, როგორც ჩემი მეგობრები სწავლობდნენ და სწავლობენ. იქ ეგრე კი არა, რომ просто წავიკითხე და გავიგე. წავიკითხე და გავიგე, კარგია, მაგრამ მე რა რომ მიდიხარ და არქივში ზიხარ და საბუთებთან მუშაობას სწავლობ. რომელიც თუ არა მიხვედი და არ დაჭექი. არიცი, არ არსებობს ეგეთი რა. ჯერ თქო მეც არქივი სად არის, როგორ უნდა გააკეთო, რას მიაქციო ყურადღება, როგორ ამოწერო და მე დავალებებს გაძლევენ, რომელსაც წერდა, აბარებდა ვიღაცა ტიპი გისწორებს, რომელსაც იმედია რომ იცის რაზე არის ლაპარაკი და ეგ არის უნიშნულოვანესი მომენტი, რომ დავალებად დაწერე, გაგისწორა ვიღაცა. მენტორი გჭირდება, ყველაფერსო თავი დავანებოთ, ყველა ხო თავიდან არ დაიწყებს, არა? აი ახლა რომ მუშაობ რაღაცაზე, ხო? ყავს უფროსი კოლეგა, რომელსაც აქვს 40-წლიანი, 60-წლიანი გამოცდილება და შეიძლება ისეთი მითითებები მოგცეს, აი აქ ამ არქივში ეძებე, ეს იმ არქივში ეძებე, იქამდე მისვლა შენ დაგჭირდებოდა წლები დამოუკიდებლად სიტყვაზე, ხო? და ეს ინსტიტუციური მეხსიერება, რომ ვიღაცას უნდა გადასცეს, არ ხდება ეგრე რა, ონლაინ იმით ლექციები. კიდევ რა, რამდენიმე პროფესიასაც მარტო კაციც იმუშავებ, ჩვენთან მწერალი როცა ხარ, გონია რედაქტორის garaშე რამეს ის. რამდენი ხანია მწერალი ხარ და ანუ გაბედა რომ რედაქტორის garaშე გამოვაქვეყნო, ისა კორექტორზე არ არის ლაპარაკი, ვინც არის ლაპარაკი, ვინც ტექსტს გაგისწორებს და შენიშვნებს მოგცემს.
თუ ვიღაცამ არ გაგისწორა, ცალკე საქმეა, ყველა სჭირდება. ვიღაცებს სჭირთ ხოლმე თუ გაიქაჩა ძალიან წერალი, თქვა ჯორჯ არარ მარტინს, ჩემი აზრი და მარტო ჩემი აზრი არ არის, ბევრის არის. პირველი ორი წიგნის მერე, მესამე წიგნის მერე, რომელსაც არ ამთავრებს, ანუ ცეცხლის და ყინულის სიმღერაზე ლაპარაკი, კაი რედაქტორი ჭირდებოდა, რომელიც ვეღარ ეუბნება ვერაფერს, იმიტომ რომ ეს ძალიან პოპულარული გახდა და ძალიან იყიდა, ჩემი აზრით ძალიან გაიბერა და ანუ წერის ნახევარი საქმე არის, რომ რაღაცები წაიშალოს და ვიღაცა თავზე გადგას და გეუბნება, რომ ეს ზედმეტი აქ ის არის. აი რო ამბობენ ხოლმე, რომ აი აღარ ამთავრებს მაგას ბოდიში. მოკვდება ცოტა ხანში და არ დაამთავრებს. ანუ ამბობს, რომ აი ახლა იქნება, მაგრამ მაგას ამბობს 10 წელია და არ დაამთავრებს. ხო, აი რო ამბობს ხოლმე მკითხველებს რო უყვართ, რომ აი ერთი ამოსუნ თქვით, წავიკითხე და რაღაც ეგ დიდწილად არის რედაქტორის დამსახურება, რომელიც აი აწესრიგებს მაგას რიტმს და ეგეთ რაღაცებს ზედმეტებს ის სუნთქვას კითხვისას და ბევრი რამე. კარგი რედაქტორი ეგრევე ხვდება, რომ რა ზედმეტია. სხვაგან შეიძლება კარგი ტექსტი იყოს, ან ცალკე კარგი ტექსტი იყოს. ავტორი ვერ დისტანცირდება და ვერ ამბობს უარს და რედაქტორი ეუბნება გარედან უყურებს და რეზო ჭეიშვილის მოთხრობაა თუ ვისი არის შეიძლება ნოდარ დუმბაძის არის რაც იუმორისტულია და მაგიტო სტილი სრულიად განსხვავებულება ვიღაც ტიპზე რამდენიმე გვერდია ნოველა არის პატარა რომ ხა მოვიდაო რედაქციაშიო და ეხა გვეჭხოვება იმიტომ რომ ვერ იტანსო რომ უსწორებენო და არ იკითხებაო მაგის ისაო და მე ერთ-ერთი ამბობს მოიცამე იმას ვიზამო ეს ტიპი შემოვა ესე გამეხებული ჩაეხუტება ვინ გამიკეთა ესო და მე აღმოჩნდა რა უქენიო და არის წერტილმძიმე გავასწორეო იქო და მაგასაც აქვს მნიშვნელობა იქ რო წერ შეიძლება გრამატიკა ისე არ იცოდე და წერლების უმეტესობა შეიძლება გრამატიკის გამოცდაში ჩაიჭრა ზუსტად რა როდის ხდება თვალით ხვდები რა არის საჭირო და მე განსაკუთრებით კარგი თუ ხარ მე ხვდები რომ ის გრამატიკა კი მაგრამ ხანდახან შეიძლება აქ უნდა დასვა მძიმე იმიტომ რომ ტიპმა გინდა რომ დააპაუზოს კითხვის დროს და არა იმიტომ რომ წესი გთხოვს. ამას წერეთ კითხულობდი რაღაც მაღაზე და გაგიზიარეთ. ეგავართ, კიდე ხო არ ქონდა რამე სათქმელი კიდე, ესე. რა? მაზრე ფარმერ, მადლობა შენც რომ გვალაპარაკე ამასთან დაკავშირებით. შოთა რურვა წერს საწყალი ქორიძე როგორ აბუჩად იგდებთო. კაი, ხალი კომარსლა, ხალხ საწყალი გონია, ეხა თქვის იმართლა. რა? რო არ მიგდებ აბუჩად. არ გიგდებ აბუჩად პირდაპირ ეთერში ვართ ხოლმე ეს ანუ აბუჩად არ გიგდებ როლს გეკაი ქორიძე თავს არავის დააჩაგვრინებს ქორიძე თავს არავის დააჩაგვრინებს ეს ნამდვილად ეგრეა და ესე იგი ორი კვირა უჩვენე და თან თქვათ რომ მეგობრები ვართ და ხუმრობები მეგობრები რა ანუ ხო ეს ჯაბა და შევარდათ ის არის მეგობრები ხაზრა მეგობრები ხავს გონი ვარ მე კი ვარ იმის იქ ხვდებიან ხოლმე აქციაზე რომ ჩავდივარ და აი შე როგორ ქორიძე კი არის ნიკოს მეგობარი მაგრამ ნიკო არ არის ეს ვითარდება ვინც მიხვდება და ვინც არა და თავისი ეს იყოს ქვეტექსტები და სუბტექსტები ყველამ თავისით გაიგოს დაგვიწერეთ თქვენ რა შვებით ამ ზაფხულში რამე დასვენებას ახერხებთ ვერ ახერხებთ და კომენტარი ხომ მომეთხოვა და ორი კვირის მერე დაგიბრუნდებით ალბათ ეს როებნები რომ იქით კვირას ვნახოთ სულ ისე რომ მივიდეთ იქამდე ცოცხლები და დაბრუნდებით ნიკო კაი ნახომდის